გრძელებთ გამოშვებას. ნიკოლოზ ვაჩიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განუცხადა. მისი განმარტებით ვაჩიშვილს რამდენჯერმე საუბრა და თანხმდებიან იმაზე, რომ მათი სამომავლო ხედვები განსხვავებულია. როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ბაგრატის ტაძარი არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძეგლების რესტავრაციის დროს გამოჩენილი სიჩქარე იყო. მან ჩაატარა ამ წლების განმავლობაში დიდი სამუშაო. ნაწილი ამ პროექტებისა, რომლებიც განახორციელება იყო წარმატებული, მე ასე მიმაჩნია, მაგრამ ნაწილთან დაკავშირებით მე პირადად და ჩემს კოლეგებს აქვს და საერთოდ კულტურის სამინისტროს შენიშვნები. ბატონი ნიკა ნაწილობრივ იზიარებს ამ შენიშვნებს, ან ზოგიერთ საერთოდ არ იზიარებს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ, მანამდეც ჰქონდა შეხვედრები და დავასვანით ესეთი რამ, რომ სამომავლოდ ხედვა, მიმართულებით კონცეპტუალური ჩვენი ხედვა განსხვავდება ერთმანეთისაგან და აჯობებს რომ დავშორდეთ ერთმანეთს ამ ეტაპზე. შეხედულებები მართლა ძალიან სხვადასხვაა ჩვენი. მაგალითად ვფიქრობ რომ ბაგრატ ტაძარი არ უნდა დარჩენილიყო ნანგრევად. მათ შეხედულება სხვა არის. მაგალითად ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ტოტალური ნგრევის საშუალება რაც საქართველოს ძეგლებს ჰქონდა დიდი ხნის მიუხედავობით და რაც დღეს მოხსნილია არის ძალიან კარგი. მათ შეფასებით ეს არის სიჩქარე, ამას ვერ დავეთანხმები. აქედან გამომდინარე, სამინისტრო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესახებ.